სიდრის კლუბი ბაზალეთს მწვანე იდეოლოგიის მქონე ბიზნესი, სადაც დაბალ ალკოჰოლური სასმელის წარმოება ენერგოეფექტური გზით მიიღება. კლუბი ბაზალეთის ტბის სანაპირო ზოლში მდებარეობს და აქვე ფუნქციონირებს მწვანე ინჟინერიის ცენტრი, რომელმაც ამ ყველაფერს ერთ სივრცეში მოუყარა თავი. ბაზალეთზე დაფუძნებული ცენტრის მთავარი მიზანი საზოგადოებაში ეგრეთ წოდებული მწვანე მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება, შემდეგ კადრების გადამზადება და მათი დასაქმება. თემაზე ვცვლად ჩემი თანაწამყვანი ჯეპრას უფროსი კონსულტანტი სოცო გალუმაშვილი და მისი სტუმარი სიდრის კლუბი ბაზალეთზე დამფუძნებელი ზაალ ხელაძე ისაუბრებენ. მე აქვე დაგემშვიდობებით სოცო, მოგესალმები და გითმობთ ეთერს. მოგესალმები, დიდი მადლობა ნიკა. ვისაუბრებთ სიდრის კლუბზე, მაგრამ სიდრის კლუბი, რაზეც ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ, მარტო სიდრის კლუბი არ არის და ეს არის ძალიან დიდი კომპლექსი, რომელიც პირველად და ყველაზე მნიშვნელოვნად ითვალისწინებს იმას, თუ როგორი უნდა იყოს ხვალინდელი საქართველოს, მწვანე საქართველოს და ზაალ მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველი მწვანე შენობა საქართველოში. თვითკმარი შენობა, ენერგოეფექტური, გარემოზე ნულოვანი ზემოქმედება, ნულთან ახლო, განახლებადი ენერგიები. ეს ყველაფერი დაკავშირებულია შენთან, როგორც მეწარმესთან, მწვანე მეწარმესთან, ადამიანთან, რომელიც ჩვენივრად ცხოვრობდა თბილისში, არაფერი ეკლდა, მაგრამ უცებ დაკრა ფეხი, მოკიდა ოჯახს ხელი და გადავიდა ბაზალეთზე. ერთის მხრივ მაყურებელი იფიქრებს, რომ კარგად გივას გადასულაო, მაგრამ მეორეს მხრივ ის კომფორტი, რაც აქ ქონდა შექმნილი, ძალიან ძნელია გადაიტანო თქვათ მეორე ადგილას. რამდენად მოეწყე ბაზალეთზე და რამდენად კომფორტული პირობები გაქვს საცხოვრებელი, ჯერ მაგიდან დავიწყოთ, რახან მწვანე შენობაზეა ლაპარაკი. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მგონი რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა, უკვე დავალაგე თავში. მოვეწყე ნამდვილად კარგად, სასიამოვნოდ, კარგ გარემოში, სუფთა გარემოში, სიწყნარეში და ჩემს იდეებთან ერთად მთელი ღამე ძალიან ინტენსიურ სამუშაო გარემოში ვართ გამოწვევებთან, ეს არის კარგი და ვცხოვრობთ ამ გამოწვევებით. ეს კიდევ უკეთესია. კარგად მოვეწყეთ. შენ მეცნიერული წარსული გაქვს. კი, მაქვს მეცნიერული წარსული. და გასაკვირიც არ იქნებოდა, რომ პირველი ადამიანი იქნებოდი საქართველოში, ვინც ასე კომპლექსურად, რა თქმა უნდა, არსებობს რაღაცა გარკვეული შენობები, ჩემს მეგობრებს აქვთ გორში, აქა-იქ, მაგრამ აი ესეთი კომპლექსური მიდგომით, რომ მარტო მზის ენერგია კი არა, არამედ მთლიანად ბუნებაში არსებული ძალები დაგექვემდებარებინა ერთ კონკრეტულ ადგილმდებარეობაში, ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, ეს მეცნიერული წარსული გამდა. მწვანე ინჟინერია, რამდენად რეალობასთანაა ქართულ სინამდვილეში ეს საკითხი. რომ არ იყოს რეალობასთან, შვეიცარია ხო არ გინდა რომ აქ გააკეთო. არის შვეიცარია გინდა, არა, ჩვენ საქართველოს გვაქვს და საქართველოს და ის რომ არ იყოს ქართულ რეალობასთან, ალბათ მეც არ ვიქნებოდი ამ რეალობაში და ეს ნამდვილად რეალური ცხოვრება, მეც რეალური ადამიანი ვარ. ჩემი წარსული მეცნიერებით იწყება, მეცნიერებასთან არის დაკავშირებული, გეოფიზიკოსი ვარ, დისერტაციას მაგ თემებზე მაქვს გაკეთებული თავის დროზე მოსკოვში, მე საქართველოში, იმიტომ რომ კონფლიქტი მოხდა, იმიტომ რომ არათურმე რუსულად გაკეთებული და შემდგომ მომიხდა ხელმეორედ ამის გაკეთება, გეოგრაფია, გეოლოგიის მიმართულებით არის ჩემი პროფესია, მაგრამ განათლება გეოფიზიკოსის მაქვს, მათემატიკურ მოდელებთანაც მქონდა ძალიან სიახლოვე, ასე რომ ეს ყველაფერი თავს იყრის ერთად, ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობას დაკავშირებული იყო უფრო მე ვიყავი გამოყენებითი მეცნიერების თაღში მუშაობდი გეოფიზიკაში და მე ვიმუშავე და რამაც ძალიან დიდი კვალიდატოა საბოლოო ჯამში ჩემ მწვანე ინჟინერინგის ცენტრის გახსნაზე. ეს იყო გალის ატომური სადგური, სადაც მე ვიყავი მთავარი გეოფიზიკოსი, რომელიც პროექტს უძღვებოდა და რომელიც ხელშიც იყო შეფასება მიზანშეწონილობის. შემდგომ მენგურის წყალსაცავზე მუშაობდით, ხუდონის წყალსაცავზე, ჟინვალის წყალსაცავის ტექნიკურ მდგომარეობაზე და აი ყველაფერმა ამან განაპირობა ის, რომ მე დღეს ჩამოვყალიბდი როგორც მწვანე მიმართულების ბიზნესმენი და ამან შემაშინა კიდევაც ამან ყველაფერმა, იმიტომ რომ დავინახე, რომ თუ ჩვენ არ მივდექით გარემოს, არ მივდექით პასუხისმგებლობით და პასუხისმგებლიანი ადამიანები არ ვიქნებით, არაფერი არ გვექნება სალაპარაკო ჩვენი შვილების და შვილების. გააკეთე საკონსულტაციო ბიზნესი.
როდესაც ვაპარაკოთ წვანე მიმართულებაზე და საკონსულტაციო იმაზე, ცოტა ფუტურისტული განცდები მიჩნდება ხოლმე, რომ რამდენად ახლოს ვართ იმასთან, რასაც ქვია საკონსულტაციო ბიზნესი, რომელმაც ფული უნდა იშოვოს, მოდი პირდაპირ ვიტყვი, აი იმ კონსულტაციებით, რაც წვანე მიმართულებაში უნდა ჩადოს უკვე სხვებმა. აქვს შენს ფუტურიზმს, აქვს საფუძველი ასე მართალი ხარ, რა შეიძლება სარჩევიც არაფერი არ იყოს, საკონსულტაციოც კი არაფერი არ იყოს, მაგრამ ჩვენი ბიზნეს მოდელი განსხვავებულია, ჩვენ ესკო მოდელით ვმუშაობთ. რა არის ესკო მოდელი? ესკო მოდელი არის, როდესაც შენ აკეთებ კონსულტაციას, დიზაინს, მშენებლობას და ოპერირებას ერთად. ანუ შენ ხარ პასუხისმგებელი შენს კონსულტაციებზე. მაგალითად, ჩვენ ამას ვაკეთებთ ძირითადად ენერგეტიკაში ახლა და ენერგოეფექტიანობის მიმართულებიდან მწვანე მიმართულებით. აი მაგალითს მოგიყევით მარტივ. თქვათ არსებობს სასტუმრო, რომელიც სასტუმროც შინაარსობრივად არის ენერგოვამპირი. ან თქვათ სამედიცინო სექტორის რომელიმე საავადმყოფო, ხო, რომელიც ძალიან ბევრ ენერგიას ხარჯავს და მისი მეპატრონე პრაქტიკულად ვერ უზრუნველყოფს იმან, რომ მარჟა მთლიანად მოცნას, რაც აქვს, მიდის მთლიანად ამ ენერგო დანახაჯებში. რას აკეთებს ესკო ბიზნესი ამ დროს? ესკო ბიზნესი მიდის, აკეთებს ენერგო აუდიტს და ეუბნება, შენი დანახაჯები ყოველთვიური თუ არის 200.000, მე მაქვს შესაძლებლობა 200.000 გავხადო 20.000. ეს რეალობაა, ეს რეალური ციფრებია დღევანდელი ჩვენი სამშენებლო სექტორიდან გამომდინარე. დარჩა 180.000, ხო? მოდი მე ამ 180.000-საც თქვენ კი არ მოგცემთ კონსულტაციას, მე დაგიპროექტებთ ამას, მოგცემთ საინჟინრო გადაწყვეტილებებს და ამ საინჟინრო გადაწყვეტილებებს საკუთარი რისკის ხელს განავახორციელებთ. ანუ პასუხისგებლობას, კარგად რომ გავაანალიზოთ ეს საკითხი. თქვენ მიდიხართ ცხვის ბიზნესში, იღებთ იმის მაგივრად პასუხისგებლობას და ამ პასუხისგებლობის და რისკის ქვეშ რაც უნდა დარჩენოდა დანაზოგი, იქიდან ითხოვთ თქვენ ანაზღაურებას. იქიდან ვითხოვთ ჩვენ ანაზღაურებას. ახალი დამატებითი ხარჯები არ უჩნდება. არა, და თუ არ იქნება ეს დანაზოგები, ჩვენ არ ვართ ღირსი ანაზღაურების მაშინ. ანუ იმათ ყველა ვარიანტში არ გაეზდებათ, რა თქმა უნდა, საიდან უნდა გაეზარდოთ. ფულიც არ აქვს საშოვნელი ამისთვის. ჩვენ შოულობთ ამ ფულს, ესკო შოულობს ამ ფულს, ესკო, რა თქმა უნდა, ბიზნესიც უზრუნველყოფით და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ბიზნესზე ხო თქვენ ხართ პასუხისმგებელი. იმიტომ თუ თქვენ მოგეხსნებათ სტრესი, ეს მოგეხსნებათ შოკი, მოგეხსნებათ ამ მიმართულებით და ვამპირი აღარ იქნება თქვენი ბიზნესი, ხო? ენერგოვამპირი. მაშინ თქვენ გაგითავისუფლებთ, უზარმაზარი მარჟა შეგექმნებათ, ხო? თუ ეს მარჟა შეგექმნებათ, არა? კი ბატონო, იგივე ბრუნვაში მარჟა გაგეზდებათ, მაგრამ მე პირდებით მე ფულს შოულობ. შენ რა თანხაც დაასახელეთ, თქვათ შედარებისთვის მაგალითად, მაგრამ დაახლოებით 90%-იანი დანაზოგზე იყო. არის რეალობა. კი, არის. ეს არ არის, ეს მოდელები არ არის ჩემი სამეცნიერო აქტიურობა დამთავრდა გეოფიზიკაში. აქ ჩვენ უფრო იმპლემენტაციას ვაკეთებთ, უფრო გადმო გვაქვს მოდელები, ასე ვთქვათ და ეს არის სტანდარტული მოდელები. ეხლა უცხოეთში ხშირ შემთხვევაში ესკოს სუბსიდირება ხდება ხოლმე და ესკოს მიმართულებით, იმიტომ რომ აწყობს თავრობებსაც, რომ ესკოები განვითარდეს, იმიტომ რომ ასეთი მიდგომები განვითარდეს სტრესია, ხო, ენერგეტიკის თვალსაზრისით და ვიცით აგერ რა ხდება მსოფლიოში და შეშინებულები გერმანიაში და აი ამ ომის მერე შეშისპირებას მოგისმინე ზალ მაყურებელმა. ეხლა არა მარტო მაყურებელმა, მეც გისმენდა, ეხლა ვფიქრობ რა ენერგოეფექტური რაღაცა მოვიფიქრო, უბრალოდ რომელ მიმართულებაში შესაძლებელია უკვე შენი კონკრეტული გამოცდილების გამოყენება. რამდენად მზათა ხართ, რომ თქვათ დიდ ნაკადს გაუძლოთ. იმიტომ რომ რეალურად როგორც ხედავ, ხო, თვითღირებულებაში ძალიან ბევრი საწარმოსთვის, მით უმეტეს საქართველოში, რომელიც გადაიარაღებას საჭიროებს, ძალიან დიდი ნაწილი უკავია სწორედ აი ამ ენერგომატარებლებს. რამდენად მზათა ხართ, რომ დიდი ნაკადის გაუძლოთ? იცით რა, ჩვენ გვაქვს ძალიან სხვადასხვა მეთოდები გვაქვს ამ მიმართულებით, იმიტომ ჩვენ ხო ღებულობთ და როდესაც ნაკადი მოდის ან და ველით ნაკადს რა, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ, ინტენსიურად ვაკეთებთ ცოდნის იმპორტს. და არა მხოლოდ იმპორტს, არამედ ვითარდებით. აი მაგალითად ეხლა ჩვენ რაც გაბაზრეთში გავაკეთეთ, რა, ეს არ არის მხოლოდ სიდის, ეს არის სასწავლო ცენტრი, სადაც ჩვენ ვამზადებთ სპეციალისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ სპეციალისტებს. მოდი მაგას დაუბრუნდები. გასაგები, ანუ მზათა ხართ. იმიტომ რომ იმპორტი შეიძლება ხტუნაო ფიქით-აქეთ თემებზე, მაგრამ მიწევს. გასაგები, არა, ეს სხვანაირად არც გამოვა. მოდი ერთი რაღაცა ვთქვათ. რატო უნდა გენდო?
მე მოგისმინეთ, ძალიან კაი 80, 90, 50, 30% ნებისმიერი დანაზოგი ჩემთვის არის რომ დამატებითი cash flow მივიღო და ამით თქვა ჩემი მოგების გაზდა მოახერხო. გასაგები არის, მაგრამ რატო უნდა გენდო, რა გაკეთებულია, კითხვას დაგისვას მაყურებელი რომ გენდო შენ. კი ბატონო, გაკეთებული გვაქვს სადემონსტრაციო ძალიან დიდი კომპლექსი ბაზალეთში ნულოვანი ემისიის, მაგრამ მარტო ამიტომ არ უნდა მენდო. ჩემთან ჩემი კლიენტი არ მოდის მხოლოდ ნდობისთვის. ეს ნდობის ფაქტორი არის ISO სერტიფიკატივით რა, ესე რომ ვთქვა, რა მოდის უყურებს რა გავიკეთებია. ამის მე, როდესაც მე ესკო გადაწყვეტილებას თავაზობ ჩემ კლიენტს, მე გარანტიით მივდივარ. მე ხომ იმ გადაწყვეტილებაში გარანტიით შევდივარ. იმ საფინანსო სტრუქტურებსთან ხომ მე ვარ პასუხისმგებელი, მე ვიღებ ამ ესკო კრედიტს და მე მიმაქ კლიენტამდე. ნდობის ხარისხი პრაქტიკულად ეს რისკი მინიმიზირებული ანუ იმ მხარეს, ვინც მიმღები იქნება, ბენეფიციარი იქნება შენი სერვისების. არანაირი რისკი და პასუხისმგებლობა არ უდგება წინ? იმ მხარეს მხოლოდ პასუხისმგებლობა უდგება იმ დაპირების ფარგლებში, რა დაპირებასაც ისაბობს, რომ მე რომ არ მქონდეს აი ეს და რა თქმა უნდა, როცა ჩვენ ესკო ბიზნესებს ვიხილავთ, ესე კი არ არის მარტო ენერგეტიკაში ვწევთ. ფინანსური ანალიტიკა ხდება იქ და სხვადასხვა ყველა კვებჭედი კომპლექსურია, რა თქმა უნდა, ჩვენ ფინანსისტებთან ვაგ აისეთთან ვუშაობთ, კიდე სხვა ორგანიზაციებთან ვუშაობთ ამ მიმართულებით და ყიდულობთ მაგ სერვისებსაც, იმიტომ შეგვაქვს მე ამ ესკო ანაზღაურებაში, ესე კომპლექსურად შევდივართ. არქიტექტურული საინჟინრო სერვისები მიდის ამასთან ერთად, ხო? შემდგომ მიდის სამშენებლო სერვისები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. აი მაგალითად ჩვენ ახალციხეში გვქონდა ესეთი პროექტი და თლათ ესკოს გავდა ძალიან ჩვენ რაბათის ციხის ენერგოაუდიტი გავაკეთეთ 240,000 ლარი იყო დანახარჯები წლიური და ჩვენი ესკო პროექტის მერე დავიდა 10,000-ზე მაგრამ აქ ცოტა განსხვავებულად წავედით, იმიტომ რომ ვინაიდან სუბსიდირებული იყო ეს თემა, მოვახერხეთ ის, რომ საგრანტო კაპიტალში განაცხადი დავწერეთ მერიისთვის, ახალციხის მუნიციპალიტეტს და მიიღეს ეს განაცხადი და განვახორციელეთ. დღეს ისინი 240,000 ლარის მაგივრად ყოველწლიურად იზრდიან 20,000 ლარს, აი ესე. გასაგებია, შენ სხვადასხვა ბიზნესებში იყავი, გარდა ამ საკონსულტაციოსი, ყველაფერს ფაქტობრივად თავი დაანებე და გადმოხვედი აი ამ მწვანე ბიზნესის სადემონსტრაციოდაც ცალკე ალბათ არ გაგიჩნდებოდა ესე უცებ ერთ დღეს არ გაიგუძებდი და არ იტყოდი რომ სიდრის კლუბი უნდა გავაკეთო და სიდრი უნდა გამოუშვა. რაც ძალიან მომეწონა ის არის რომ ის პროდუქტი რომელიც აბსოლუტურად ბიოორგანული იყო და პლუს ენერგო დანახარჯებით და ენერგოეფექტურობით იყო შექმნილი, უცებ ხვდება დიდ ბრიტანეთში და საათთან საათ მიშლენის ვარსკვლავების მქონე რესტორნებში. რამ გადარია მიშლენი? ხო, მიშლენის რესტორნი ცოტა უცნაურია. კი, ნამდვილად უცნაურია, მაგრამ მიშლენი მოვიდა ჩვენთან და ჩვენც მივედით მიშლენ შევხვდით ესე ვთქვათ. კი, ბიზნესები მე რომ არ მქონოდა სხვა ბიზნესები და არ დამეწყო, პრაქტიკულად ძალიან ჭრელი იყო ჩემი ცხოვრება ამ ბიზნესებში, იმიტომ რომ თვითონ საქართველო პატარა ქვეყანაა და მიწევდა დივერსიფიცირება ჩემი გადარჩენისთვის, ასე ვთქვათ. თან მეცნიერებიდან მოვედი და ცოტა არ იყო, არ მქონდა არანაირი ბიზნეს განათლება, მე ეკონომიკაც არ მისწავლია, მე გზნობებზე აწყობილი ბიზნესმენი ვარ და word of mouth-ზე და მეგობრებთან საუბრებზე და განათლებას, ბიზნეს განათლებას იქიდან ვიღებ. კი, მოვიდა ეს სიდრის კლუბი, მოვიდა ჩვენთან სიდრი, არ დავიძინეთ და არ გავიღვიძეთ, მაგრამ მასთან ერთად ჩვენ შევხვდით ერთმანეთს და მოვიდა ძალიან საინტერესოდ ეს ყველაფერი, იმიტომ რომ დემონსტრაცია გვინდოდა. ჩვენ როდესაც აი ბევრი ბიზნესი ხეთყეში ვიყავით, ჩვენ ძალიან წარმატებულები. პოლიეთილენის გადამამუშავებელი საწარმო ქონდა ძალიან წარმატებული. ყველა ბიზნესიდან საიდანაც მოვდიოდი, ჩვენი კონკურენტები იხდიდნენ ხოლმე ზეიმს, იმიტომ რომ მე მოვდიოდი იქიდან და ერთ წელიწადს 2012-ში დაიწყეს კონკურსების ციკლი წლის წამე ბიზნესს და 4 წლის განმავლობაში მიდიოდა და 2012-ში, 13-ში, 14-ში გავხდით სულ წამე ბიზნესები და აღარ შევიტანეთ მე, იმიტომ რომ სულ ჩვენ ხდებოდით და უინტერესო იყო უკვე. ხო, კი, მოვედით ამ სიდრთან, გავაკეთეთ და ჩავედით, გაემგზავრა სიდრი უკვე ჩვენი სიდრი გაემგზავრა ბრიტანეთში, მადლობა, ყავს მასპინძელი, მივა. კი, მოეწონათ. მივედით მიშლენს, უბრალოდ მივედით, გამოვაღეთ კარები, დაუდგით მაგიდაზე ბოთლი და უთხრეთ აბა გასინჯეთ
და აბა გაგვასინჯეთ იმასაც თქვენს და თქვენ წარმოიდგინეთ რა მივიტანეთ. მივიტანეთ ბროწეული სიდრი. რასაც არავინ არ ელოდა და ეს იყო რაღაც სიახლე. და ფაქტობრივად სიდრის ქვეყანაში შეგავთ სიდრი. შეგავთ სიდრი კი და აი ღვინის თემა რო იყოს რომ საფრანგეთში რო შევიტანოთ ახლა ღვინო ძალიან დიდი რაოდენობა. ხო, ბურგუნდიაში რო შეიტანო რაღაც ღვინო, ხო, აი ეს და გითხრეს რომ იქ როგორ არის ცით რამოდენიმე მისნის რესტორანი ბერლინში სადაც ჩემი ოჯახის წევრი ცხოვრობს და აი იქ რომ მივიტანეთ დაქონდა ეს არ გასინჯეციდია და პრინციპში კი გითხრეს მოდი რატომაც არა გავსინჯოთ იმიტომ საინტერესოა ეს გემო აი თვითონ აი ბროწეულთან სინთეზი ატომთან სინთეზი არ იყო გასაკვირველი აი ბროწეულთან სინთეზმა ძალიან გაგვერთ მაგრამ როდესაც მე თვითონ ბროცკის სხვაჩვენს ჩვენ ყველას ვაშლიდან არ გამოდის სიდრი თლათ პირდაპირ ფერმენტაციით აი ბროცკიდან ის შემთხვევა გვაქვს როცა პირდაპირ გამოდის და როცა გარშინდეს ბროწეული სიდრი თქვენს ოკეი მოდით კარი გაგიღეთ ბროცკი როდესაც ნახეს ვაშლი ბროცკის სიდრი კიდე ორივე გააღეს მერე და აი ეხლა არის უკვე მიემგზავრება გზაშია არ ვიცი სად არის ნახავდა გეტყვით მერე და ნახოთ რა იქნება და რა დადგება ერთი ბრიტანეთი უკვე გახსნილი ბაზარია, მაგრამ ქართველებისთვის გარდა სადემონსტრაციო მნიშვნელობისა, სიდრის კლუბი შეუძლია თუ არა ნებისმიერ სრულას მოვიდეს და გასინჯოს, იმიტომ რომ სწორი მარკეტინგული ხაზი გაქვთ აღებული, უცნობი პროდუქტი არ გადის რიტეილზე მთლიანად, არამედ ჯერჯერობით გარკვეული ადამიანების გავლით ხდება მისი პროდუქტის შემოტანა ბაზარზე. შეუძლია თუ არა ჩვეულებრივი, აი მე მაგალითად ხვალ და ზეგრო დავიძრა და გადავწყვიტე რომ ჩამოვიდე და თქვათ ვისიამოვნო ბაზალეთზე თან სიდრი. შესაძლებელია თუ არა ასეთი რაღაცის გაკეთება? კი, შესაძლებელია. აქაც საკითხი დადგა ესეთნაირად, სად წავიდეთ, როგორ წავიდეთ. ჩვენ როდესაც შევედით და დავიწყეთ ანალიზი, ანალიტიკა, როდესაც გავაკეთეთ ბაზრით, ვიხდით რომ აი არ იყო. კლიენტი არ არის საქართველოში. რეალობა ეს იყო, მაგრამ ბაზარ შენქმნი. ხო რეალურად ეგრე გამოდის. მარკეტინგსაც ვერ ვაკეთებდით, იმიტომ რა დაგვეთვალა რა, მომიჯნავე ქვეყნებზე და რაღაცა ის ქვეყნებს ვადარებდით, რომელიც ჩვენსავით ვითარდებოდა და აი რაც ვიფიქრეთ, იქნებოდა აი სულ 2000 ადამიანი, ვისაც ეწოდინებოდა დაახლოებით, მაგრამ და ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება რა, მოდი ჩვენ გავაკეთოთ სადეგუსტაციო არეალი და ისედაც ხომ მე წავედი მე ჩემი განსხვავება ჩემი ბიზნეს მოდელის სხვებისგან არის რომ შეიძლება ადამიანები ცხოვრობენ ბიზნესით შემოსავალი აქვს ამ ბიზნესით ცხოვრობენ ბიზნესში მე არა მე ბიზნესში ვცხოვრობ ანუ არის ბიზნესი და შიგნით ცხოვრობ წარმოებაში ვცხოვრობ ყოველთვის ესე ვიყავი ეხლაც ესე ვარ მე მაგალითად ეს პროდუქტი პირველად მე გავაკეთე და ჩემი ხელით და მე მივედი კი ბატონო ჩვენთან შეიძლება მოსვლა დაგემოვნება იმიტომ რომ ჩვენ საკვებიც გვაქვს სიდრზე ბაზირებული. ჩვენ ჩამოვიყვანეთ გერმანიიდან შემზარეულები და ძალიან დიდი ნაკადი მოვიყვანეთ კიდევ სხვა მზარეულების, როდესაც ფოკუს ჯგუფი გავაკეთეთ და შევქმნით ისეთი საკვები აი ამ სასმელთან ერთად, რომელიც მასთან ან მასზეა გაკეთებული, მასთან ჰარმონიზირებული. ნორმანდიულ, ფრანგულ, ფლამანდრიულ, ბრიტანული რაღაცა ნაკრები გამოგივათ, იმიტომ რომ ძირითადად სიდრს აი ეს ქვეყნები არიან ეტანები არა. ჩვენ სხვა გამოგივა. ჩვენი გამოვა საკვებთან ჰარმონიზირებული. მაგალითად ჩვენ მაგრამ იქნება ქართული. არის ქართული უკვე, ხო? ქართულია. ჩვენი სიდრი არის როგორი, მაგალითად საკვები გვაქვს ესეთი ვაშლის კაფის წვნიანი სიდრში მომზადებული. უკვე საინტერესოა. იცოდეთ რომ ლანჩის დრო მოდის და ნელა მოგშვიდება იცოდეთ. აი მანდაც სიდრი თავის დროს თამაშობს, უნდა დაიწყო ჩუშმენა სიდრით, რომ რეცეპტორები კარგად ამუშავდეს. კი და ამას ჩვენ ურჩევთ ადამიანებს და რა თქმა უნდა ვყიდით. სამწუხაროდ ბევრი დრო არა გვაქვს და აი როდესაც ფიქრობდი რა მოდიოდი გზაში ფიქრობდი რომ ოკეი, ძალიან მაგარია ენერგოეფექტური სიდრის კლუბი. თავისი ყველანაირი კარგი სწორად მორგებული საჭმელებით. აგერ საწარმო სადაც სადემონსტრაციო სადაც შეუძლია აჩვენოს თქვათ ნულოვანი ზერო ემიშენის რეალობა. საბოლოოდ სად მიდიხართ? რა უნდა გამოვიდეს? დიდ ფართო საზოგადოებას როგორ უნდა მოეფინოთ 2 წუთი ამისთვის? იცით რა, ჩვენ მივდივართ გემოების მუზეუმისკენ. აი ეს არის ჩვენი სამიზნე
ჩვენ არ გვექნება განსხვავებით იმისგან, არსებობს ხინკლის სახლი, არსებობს ყველგან ნივზიანი ბადრიჯანი, არსებობს ხინკალი რაღაცით და ეხლა კიდევ ბევრ რაღაცებს ჩვენ გვექნება გემოების მუზეუმი, რასაც ჩვენ გავაკეთებთ. და ამას ვაკეთებთ უკვე. პირველი გემოების მუზეუმი იწყებს უკვე დიზაინის პროცესი მთავრდება და მალე გავა უკვე ფართო საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ აი ასეთი პატარ-პატარა მუზეუმებით, სადაც თქვენ შეგეძლებათ მიხვიდეთ და დააგებონოთ, მიიღოთ სხვადასხვა გემოები, ეს იქნება სიდრი, შნაფსი, კიდევ სადაც სხვა რაღაც მასთან ჰარმონიზირებული საკვები, ანუ სინთეზურად რომ ერთად რო განიხილოთ, არა სასმელი, ანუ სასმელი და იმიტომ რომ სასმელი არის გასტრონომიის ნაწილი და ის მასთან ერთად უნდა, ამიტომ ჩვენ გავაკეთებთ გემოების მუზეუმს. პირველს ძალიან მალე გავხსნით, შევხედავთ როგორ განვითარდება ეს პილოტი და მე ალბათ ქსელზე გადავალთ ძალიან დიდი მადლობა. გემოების მუზეუმში ჯერ სიდრის კლუბში მოვალ ბაზალეძე და შემდეგ უკვე გემოების მუზეუმში აუცილებლად გესტუმრებით. ჩვენი სტუმარი იყო ზალხელაძე, სიდრის კლუბი ბაზალეთის დამფუძნებელი. წარმატება მინდა უსურვო და ყველას მინდა გისურვოთ, რომ მალე მოხვედრილიყავით გემოების მუზეუმში. ხვალ 12 საათსა და 30 წუთზე ბიზნეს პარტნიორი თქვენთან ერთად იქნება.